4 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. სოფელ გურჯაანის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა მამავაჟა სონღულაშვილმა აღავლინა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე იქადაგა. ეს დღე 3 წლის მარიამის იერუსალიმის ტაძარში მიყვანას უკავშირდება. 12 დღესასწაულთაგან ერთ-ერთი არის ეს საუფლო დღესასწაული და თქვენ იცით რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს იოაკიმ და ანას მრავალი წლის მანძილზე შვილი არ ეძლეოდათ და ესეთი ძველაღთქმაში ესეთი აზრი იყო რომ უშვილო წყვილები ესე მოისაზრებოდნენ რომ იყვნენ რაღაცა დიდი ცოდვა ჰქონდათ ჩადენილი და უშვილობით უფალის ჯიდა მაგრამ საოცარია უფლის განგებულება როგორ შეიძლება ითქვას რომ იოაკიმი და ანას უფალის ჯიდა, როდესაც ჩვენ ჩამოლოცვის დროს ესეთ ვამბობთ მშობელთა ღვთისათა იოაკიმი და ანასთან. ნახეთ, ღვთის მშობლებად მოიაზრება იოაკიმი და ანა. და იმდენად დიდი იყო ეს აზრი, რომ ვისაც შვილი არ უჩნდებოდათ, რაღაც ცოდვა ჰქონდათ ჩადენილი, რომ მსხვერპლის მღვდელმთავარმა არ შეაწირინათ. წარმოგიდგენიათ ჯერ ამხელა ტკივილი იქნებოდა მშობლების გულში რომ შვილი არ ეძლეოდათ და ახლა საზოგადოება როგორ გარიყავდა მათ რომ თურმე ყველა უყურებს რაღაც მძიმე ცოდვა გაქვს და იმიტომ არ გაძლევდა ამდენი მოთქმა და ახლა კიდე უფრო დიდი და უარეს როცა მღვდელმთავარი შენგან მიტანილ მსხვერპლს არ იწირავს იმიტომ რომ გთვლის ცოდვილად აი რამხელა დიდი ტკივილი ჰქონდათ მაგრამ რა დიდია უფლის განგებულება და უფლის წყალობა, როგორი დაფარულია უფლის განგებულება, რომ მათ მიეცათ შვილი და მანამდე ანას გამოეცხადა გაბრიელ მთავარანგელოზი და აუწყა რომ მათ შეეძინებოდა შვილი, მანამდე ისინი სთხოვდნენ ოღონდ შვილი შეეძინებოდათ და უფალს შეწირავდნენ და აი მართლაც გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა ღვთისმშობლის დედას ანას და აუწყა რომ მათ შეეძინებოდა შვილი და დღევანდელი დღე ეს არის 3 წლის როცა შეიქმნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიყვანეს ტაძრად შესაწირავად რომ და მას შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იზრდება ტაძარში. ღმერთმა ინებოს რომ დღევანდელი დღის მადლმა ჩვენს მიგვიყვანოს გულწრფელად გულანთებულები დედა ეკლესიის წიაღში ჩვენ შვილებთან ერთად და ჩვენ შვილებთან ერთად ჩვენც ვიზრდებოდეთ, აღვიზრდებოდეთ დედა ეკლესიის მადლით და ჩვენი შვილები მშვენდებოდნენ და მდიდრდებოდნენ სათნოებებით, რწმენით და სიყვარულით ღვთისა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა წყალობა, მადლი, მშვიდობა და სიხარული მოგმადლოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ. ჩვენთან არის ღმერთთან.